სალმებით მეგობრებო, დღეს მოვედით ლილუ არენაზე რალი სპრინტის მეორე ეტაპზე. გავსპირტოთ რა, ცოტა დავათროთ. Იცი, წელი ნაგავი რო არ ჩავიდეს რა ამ დრუსელში. ჭირმა ბუდი არ გაიკეთეს შეფხვით. წოდვა არ ხნათ, თორო და ქოქავდა. თავის ბატყებიანათაც შეიწოვოს ამან ცხოველმა. ენგო რა ხდება დღეს? რა ამბავი ხალხია შეკრებილი. დღეს რალი სპრინტის მეორე ეტაპია. რა ვიცი, ეს დისციპლინა შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ გავაცნე. წინანდვილეში ძალიან მაგარი დისციპლინაა. 4 გარბენი გვაქვს, თითო გარბენზე არის 3 წრე. ყველა გარბენი, ყველა წრე საუკეთესოდ უნდა იარო, იმიტომ რომ ბოლოს ეს ყველაფერი ჯამდება და საუკეთესო დრო იგებს რა. ანუ დროც ვნილდება. მეორე შანსი აქ არ გაქვს მოკლედ რა. რა ვიცი, მანქანები საკმაო რაოდენობითაა, დაახლოებით 30 მანქანაა, 30-მდე მანქანაა და რა ვიცი, მანქანების ასორტიმენტს რო გადავხედოთ, ყველანაირი მანქანაა. ყველანაირი ჯიშის მანქანაა. 1 და 5 Toyota Winston დაწყებული, რა ვიცი, აგერ სულ ახალი M2, Porsche, Tesla-ც იყო 1020 ცხენი ძალიანია მე. ეგ შენ კლასში არის? კი. ხო, კლასებს რაც შეეხება, ეგეც უნდა ვთქვათ, ანუ არის 2 და 0-მდე, არის 3 და 0-მდე და 3 და 0-ის ზევით არის და არის კიდე turbo quadro 4 წამყვანი კლასი რა. ველოდები მოუთმენა თქვენ გარბენს. ნახოთ, აი თან ამინდიც ვერ გაგოგებინა, წვიმს, არ წვიმს, ცხელა და რავი რა. რაც იქნება იქნება. რა, ხო, ბაზარია. წარმატებები ძმა. ასევე შეიძლება გაიხარით. გამაქანით მოვიდა ნახე. ქართული არ დიდი იმედი ნუ გეკნება რომ რამე ისეთი სასწაული ქნას რა. პირველ რიგში მივესალმები შენ გამომწერებს და შენ მაყურებელს. ძალიან კაი წამოწყებაა, წარმატებებს გისურვებ ბევრ. მადლობა. მანქანას რაც შეეხება არის Renault Clio RS Trophy Limited Edition EDC 220. სახელი აქვს ძალიან გრძელი რა. 220 ცხენი აქვს ქარხნულად, 280 ნიუტონი აქვს მეოთხე მეხუთე სიჩქარეში, ისე აქვს 260 ნიუტონი. ძალიან საინტერესოა ეგ რომ მარტო მეოთხე მეხუთეში გაქვს ეგ ნიუტონ-მეტრი. მუხრუჭი აქვს ძალიან კაი, კარგად უხვევს, კოლოფი აქვს ძალიან მაგარი, ძალიან სწრაფია, DSG-ზე ბევრად ჩქარია, ნუ PDK-ზე ოდნავნელი, მაგრამ საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ რა. ძალიან სახალისო სამართავია. ანუ მოყვება ძალიან კარგად და ცურავს. რა წინა წამყვანს ახასიათებს რომ აი სნოსი ეგ არა აქვს. ჩვენიერი ძმაო, წარმატებებს გისურვებ. მადლობა, ასევე ფრანგები მოგდები, იმედი. სამი მანქანის მერე შენ გადიხარ ბაჭო ისევ აბა განწყობა როგორია? განწყობა საბძოლო რა თქმა უნდა. გონებაში დავდივარ ახლა. გონებაში გავდივარ, ახლა სადღა მოსახვევი არის, რო არ ამერიოს სადმე რამე და რა ვიცი, მაქსიმალურს ვეცდები. But no hands on the wheel, am I with this brand new
ხდება, როგორ მიდის ბოლის საქმე, აბა? პრობლემებით. რატო? ესე იგი გაწყდა მილი ჰაერის სამთვალის შემდეგ, ანუ ვოზდუხამერის მერე შლანგი გაწყდა, ჩვენ ენაზე რო ვთქვათ. ხო. თან რაღაც სპეციფიკური შლანგია, სამ სხვადასხვა ზომას იცვლის. მიმავალზე 3000 საბროს თუ ჩამოწდა ტორმოზის დროს ქრება, მერე ისევ გორვაში იქოქება. ცდება, ანუ ჩამოწდება 3000 ქვევით? სამ ადგილზე მოსდის ეგრე. მოსდის, ხო, ისეთი გზა არის, ცოტა რომ? ჩახლართულში სამ ადგილზე მოსდის და ცოტა მომემატა მაგით რო 1-3 წამი ალბათ რა. არა კლასში კაი წინსწრებით ვარ და მე რამდენ წამში მოყვება მეორე დრო? დაახლოებით. მე მგონი 12. 12. შვენიერი წინა ეტაპის გამარჯვებული შენ ხარ, ხო, შენ კლასში? წინა ეტაპის გამარჯვებულის მე ვარ ჩემ კლასში. ეხლაც წესით, რავი, თუ კიდე არაფერი გართულდა და თუ ესე მაინც დარჩა შევინარჩუნებ, მე ყოფა დაგროვილი წამები. და დარჩება კიდე 2 ეტაპი. რო გავხდეთ ჩემპიონები. ტორმუზი როგორ არის? შემსკენ ტორმუზი კარგად არის. შენ რო გიყურებ ყოველ დატორმუზებაზე კედელთან? ის გახსენდება, ხო? ხო, და რო ჩერდები, გვიხარია რა. შენ ჩემინახე სიხარული. ბიჭო, ტორმუზი ნორმალურად არის. პირველი დოპი ვერ ვიარე, ძალიან ცუდ დროში ვიარე, ეთყობა გადმოყოლილი მაქვს. რა ის სტრესები მაინც იმ დამტყრევის ხოვაზე ხარ რაღაცა. თითქოს შებოჭილად დავდიოდი რა, თითქოს რაღაცა და მეორე დოპი კაი დროში ვიარე, ზუსტად დრო არ ვიცი, მაგრამ კაი დრო მექნება რა, დარწმუნებული ვარ მეორე დოპში. ავარიის მერე ცოტა გახსნა, ხო, ანუ ცოტა გაბრაზებას სჭირდება რა, ხო იცი ჩემი ხასიათი. თუ ადვილად იგებ, მე რაღაც გუნდები და ცოტა რომ კონკურენციაში შევდივარ, მე რო გაბრაზო ხოლმე. მოვალ და რაღაცას გქონდა რა. ხო და ნახოთ რა, 2 დოპია კიდე. ეხლა დროს გავიგებ, ვაფშე მეორე დოპის დრო რა იყო. წარმატებები ბაჩუკი. შენც ასევე ზმაო, წარმატებები. მესამე დოპის მერე რო გამოდიოდი გამოსასვლელში ტორმუზი ჩავარდა რა. კიდე კაი შეჯიბრისოს არ ჩავარდა და არ ვიცი რავი მოხდათ. წინა ბამპერი და შევხედოთ რაღაცა აქ ნაწვეთი და სავარაუდოდ რაღაცამ გაუშვა რა. შლანგმა გაუშვა. ტორმუზი შლანგს გასცეს. ხედავ? აუ, კიდე კაი სიარულის დროს არ გაუშვა, ბიჭო, მაგრად გადავჭის. ზევიდან არ აჩეს, მარტო ქვევიდან ჩეს. არა, მაგრად გასცეს, მოიცადებული ავიღო. ხო, გამისკდა შლანგი. მანქანა კუზავში. გადაო. არა? გადაკეთე მაშინ. რანაირად? მოდესე და ხამუდითან რა. ძილში გადაწყდა. ტროპკა მოჭეჭდა და სამი ბორბლით იული დააფინიშებ რა. სამი ბორბლით ციელს აზრი. რა აზრია და გარდაისხოდები და ქულას აიღებ. აზრი ეგა. პოდიუმზეს მოხდა. სამი ბორბლით ციელის იდეა არ მომწონს. ვახ, შლანგი ვის ექნება? ტორმუზის შლანგი. ესე შემთხვევით ტორმუზის შლანგი ხო არ გიგდია, დედალ მამალი თავები რო ქონდეს რა, ლიჟბი. როგორი რა? აი ერთი დედალი რო ქონდეს, ერთი მამალი თავები რა, ტორმუზის შლანგი. მე არ მაქვს არაფერი აქ, მაგრამ ნახოთ. არა, შლანგი ტრუბკიდან რაც მიდის მე რა. დაუძებნა და რამე თუ გამოჩნდება. გადაუკეთე, ბაჭო და სამბორბალა იქნებოდა. ბიჭო, ტრუბკის არ მინდა რომ ჩავკეცო და გავაფუტო და რანაირად დავაზარდე. რა საღადმოს. უნდა მაგის აღდრენას დამადავდა.
რა უნდა ისაკეთოს. აბა რა გაკრაკაძილი შეუჭეჭყოთ. გორბას ვერ ხსნი ესე როგორ. დანგრატი არა მაქვს. ესე როგორ მეუდგები, ძალიან სიღრმეში. შემიძლია აქეთ ავიღო რული. აი, კაპოტიდან ხო ჩამოდის, სადაა აბესე? აბესი აგერა. და მაკედან მოდის. რომელი კანალია ეგ გავიგოთ. ეხლა რო აგვეჯოს და უკანა რო დავკეტოთ. და ეხლა არც უკანა გვექნება და არც წინა გვექნება. აუ მაგარ. აი ესე. აი ეს. 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 უეჭველი იცი? ბიჭო, ამაში რო ბოლტი ჩაუჭიროთ იმის გაფუჭებას. ბიჭო, ვერ თუ ნახავ ერთიანი რეზბით. სხვანაირი ის აქ. რეზბა? დარწმუნებული ხარ ელექტროფკარი? კიდე ერთხელ. რაღაც ისე იყურები რომ არა ხარ დარწმუნებული. არა, კი, აგერ. აი, გამოდის. ჰა, რა გინდა რა. წეხა სხვაგან მოხდი შეჩემა, ეხლა სხვაგან მოხდი. მესამედაც სადე, აბა ერთ იგივეზე თუ გაარტყა. აუ, პიზდეცია, იმენა სასაკლაოზე შევდივარ, მე მგონი. ბიჭო, მესამეც სხვა გავარ. კაუჩი სამჯერ ერთ იგივე ვერ დაარტყი, ხო? მეოთხეთ ხო დავაჯე, მე ვფიქრობ და არა. მოდი აქ გადავუკეთოთ რა, ადგილზე. მართლა აქეთ ავიღებ რულს და უკანა მხრიდან იქნება მიუდგე. ბიჭო, დაატოვე მეთქი, რა ვიცი, ამ ახალ მანქანაზე დანგრატი რატო უნდა დამჭირდეს მეთქი და. აუ, წინაზეც არ დაგჭიროებია. წინაზეც არ დამჭიროებია. უნდა მოიჭეჭყოს რა და მან როგორ მიუდგებით ბორბალ დაყენებულზე რა გითხრა. იქ კი გაჩვენა რომელი იყო, სამჯერ გაჩვენა. სხვადასხვა პროსტა. რა იცი რო ეგ არის ბიჭო? ბიჭო, აი მოდი გაჩვენო, საით რას ვაყოლებ თვალს. აბა? აი კანტის ქვემოთ ხედავ რომ მოყვება პლასმასის ტროპა. იქნება ეგ უკან მიდის ბიჭო. უკანები ქვემოთ ჩადის პოლში. კანტს ხო მოყვება, მაგას უნდა გააყოლებ თვალი. თეთრი მაიკო, ჩაყო ხელი, რა ენაღულება. ხო რა. დუდუკები არ გავაფუჭოთ თო. ეგ უნდა იყოს ხო? ხო. ეს ხო აი გააყოლებ თვალი, აქ მოვდივარ მე რა. მოუკეთე რამეთ ახლა დიდი პლასკაკოსთან რაღაც თრავი რას საშუალებასთან. აიც გადავწყვიტე გამოსვლა. ხო. ABS-დან გასწავლე. არა, იქიდან, მაგრამ აქედან უკეტავთ. ჩვენი ჭკუით. და თამასი რომ მოუჭე შეიძლება დაიკეტება. ხო. მიდი აბა ტორმუს დაადგე. დააკაჩავე იმენა. ეს რა არის თო? ჟიტკოსტი ხო არის? სხვა რამე არ ჩავასხა ახლა თო რა დამამტროს დიდი აზრი არა აქვს. აკაჩავებ? ბოლომდე ჩადის. ბოლომდე? ისე ჯერ ვამატებ ჟიტკოს. დაიცალა ლამისაზე ხა? ოპა. არა ცოტა გამაგრდა. ჩადის. მიდი. მას თუ გასწის. ანით თუ გასწის. რული აქეთ აიღე? არა, მაგრა გასდის ბიჭო, სხვა გადავკეტეთ ეთყობა. ბიჭო, არა ის დავჭეჭყეთ, მაგრამ არ დაიჭეჭყე როგორც ჩანს რა. ტროტორმუს ვაკაჩევებს იქ გასდის თხლიალით. არა უშავს. ვა, გატეხა რა. გატეხა. ყუმბარეს გვეშინოდა და ყუმბარამ იმუშავაც. რაც თავარია ყუმბარამ გაკაჩა რა. მართალია შენაგი გაფუჭდა, მაგრამ ისის გვეშინოდა იმან არ გვიღალატა ყუმბარა. მოკლედ დღეს სულ ეს იყო. დროებით გემშვიდობებით. ხდებით შემდეგ ვიდეოში აღმართის დაძლევის პირველი ეტაპიდან. შენ კი არქი გამოიწერე, დაალაიქე და მესამე იყო დააკომენტარი. დააკომენტარი.